მოიწვიოთ ჩვენი პირველი სტუმარი, დევნილთა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ბატონი მიხეილ სარჯველაძე. ბატონო მიხეილ, გთხოვთ სტუდიაში. მადლობა. ყოველთვის მიხარია თქვენი სტუმრობა. ჩვენი გადაცემის ახალი სეზონი რო იწყებოდა, მაშინ ბატონი მიხეილი იყო ერთ-ერთი პირველი სტუმარი. ჩვენ განვიხილეთ ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც დაგროვილი იყო ჯანდაცვის სფეროში და თუ როგორ უმკლავდება სახელმწიფო ამ ყველა გამოწვევას და რა თქმა უნდა ჯანდაცვის სისტემა და წელსაც არის ზუსტად პირველი გადაცემა. და შეიძლება დავამატო, პირველი ჯანდაცვის მინისტრია, ვინც არის მუდმივ ინტერაქციაში მოსახლეობასთან, რომელიც არ არის. მე როგორც კლინიკის დირექტორი ვაცხადებ ამას. არ აქვს მიკეტილი კარი, არ ეშინია კითხვებზე პასუხის გაცემა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ კარგი მინისტრი პირველ რიგში უნდა ფლობდეს სიტუაციას, უნდა იჩნევდეს ადამიანებს, უნდა შეეძლოს საუბარი, მოსმენა, ადეკვატური პასუხის გაცემა. მე მაინც მადლობას გადავუხდი ბატონ მიხეილს, იმიტომ რომ მე როგორც კლინიკის დირექტორს პირველად მაქვს იმის განცდა, რომ ჩვენ გვყავს ისეთი ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც არასოდეს დაიზარებს, მე ხო ვადევნებ თვალყურს, როგორ ინტერაქციაშია მოსახლეობასთან. მეც ხომ აქვს უფლება, რომ მადლობა გადაგიხადოთ ამ შესაძლებლობისთვის, რომ დღეს ისევ მეძლევა შესაძლებლობა, რომ თქვენს გადაცემაში მონაწილეობა მივიღო და ძალიან კვალიფიციურად დასმულ კითხვებზე გავცე პასუხი, შევეცადო პასუხის გაცემას, რითაც რა თქმა უნდა ვეცდები, რომ ნათელი მოვფინოთ გარკვეულ გარემოებს, რაც ჩვენ ქვეყნის მოსახლეობისთვის შეიძლება იყოს საინტერესო. აი ამ შესაძლებლობისთვის ძალიან დიდი მადლობა. თუმცა ბატონ მიხეილ, სანამ დავიწყებთ საუბარს, უნდა შემოგთავაზოთ წყალი მთის, რომელიც არ შეიცავს ბრომატს. თხოვთ მიირთვათ. მოდით დავიწყოთ ზოგადი მიმოხილვით, თუ რა გამოწვევების წინაშე დღეს ჯანდაცვის სისტემა რა არის ის ძირითადი ფუნდამენტი, რასაც ეყრდნობა ჯანდაცვის სისტემა, ეს არის რა თქმა უნდა საყოველთაო ჯანდაცვა, რომელმაც რადიკალურად შეცვალა საერთოდ სამედიცინო მომსახურება, გახადა ხელმისაწვდომი ისეთი სერვისები, რომელიც პრაქტიკულად ალბათ 15-20-30 წლის წინ ალბათ პრაქტიკულად მიუწვდომელი იყო და მოდით განვიხილოთ ეს ყველა საკითხი, რომელიც ზოგადად და მე რა თქმა უნდა დეტალებშიც გადავალთ ალბათ, როგორი ტენდენცია დღეს ჯანდაცვის სისტემაში. პირველი რაც უნდა ვთქვა, რა კი ახალი წელიწადი დაიწყო და მნიშვნელოვანი არის აღინიშნოს რა გეგმები გვაქვს წლევანდელ წელს. პირველი რაც უნდა ვთქვა, ეს არის რომ საბედნიეროდ და აქ უნდა ვახსენო პრემიერ-მინისტრის დიდი მხარდაჭერით გვაქვს შესაძლებლობა, რომ უპრეცედენტოდ მაღალი შესაძლებლობების იყოს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი ჯანდაცვის მიმართულებით. 2 მილიარდ 200 მილიონს აღემატება ჯანდაცვის ხარჯები, მათ შორის 1,5 მილიარდია უშუალოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და არის იქ დამატებით ის მოგეხსენებათ ვერტიკალური პროგრამები და სხვა ხარჯები. ეს რა თქმა უნდა ნიშნავს იმას, რომ უპრეცედენტოდ მაღალია. საბედნიეროდ უნდა ვთქვათ, რომ ამ შესაძლებლობებს აჩენს ქვეყანაში მშვიდობის არსებობა და ეკონომიკური განვითარება და ეს პერსპექტივა რა თქმა უნდა სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ სასიხარულო ამბავია, რომ ქვეყანას ყავს ხელისუფლება, რომელიც ასე ფიქრობს, რომ ყოველგვარი დოვლათი, რომელიც იქმნება და სიკეთე ეკონომიკური ფაქტორი, რაც ჩნდება შესაძლებლობა, ეს ხმარდება ქვეყნის მოსახლეობას. ეს რა თქმა უნდა აბსოლუტურად სწორი ხედვაა. ამიტომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გასაგონად უნდა ვთქვათ, რომ წელს 2026 წელს უფრო მეტი ფინანსური რესურსი მოხმარდება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობას, ვიდრე ეს იყო თუნდაც წინა წელს. მაგრამ შეუდარებლად სხვა რიცხვებზე და სხვა შესაძლებლობებზე გვაქვს საუბარი. აი, როდესაც ამ რიცხვებზე ვსაუბრობთ, იმასთან შედარებით, რაც იყო მაგალითად 2013 წლამდე, ვიდრე არ დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. ეს მართლაც ძალიან დიდი მონაპოვარია. ეს ვერ მოხდებოდა ისე თუ კი ხელისუფლებაში არ იქნებოდა ხალხი, რომელიც იფიქრებდა სწორედ ამგვარად, რომ სხვა რა ფუნქცია შეიძლება კონდეს სახელმწიფოს თუ არა მათ შორის ჯანდაცვაზე უფლების დაცვა მაქსიმალურად მაღალი სტანდარტითა და დონით უზრუნველყოფა და საბედნიეროდ ეს შესაძლებლობა გვაქვს. აი მუდმივად მზარდი შესაძლებლობებით ამ პროგრამისა. რა თქმა უნდა, გამოწვევებით სავსეა, რა თქმა უნდა, უამრავი ძალიან ბევრი გამოწვევაა. სხვათა შორის ისეთიც, რომელიც
სხვა ქვეყნებშიც არის. ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი სირთულეები. ძალიან ბევრი რამ საჭიროებს, რა თქმა უნდა, შემდგომ გაუმჯობესება და განვითარებას, მაგრამ საქართველოში ჯანდაცვის სისტემა მათ შორის წყობრი ტემპით, მაღალი ტემპით ვითარდება და სწორი მიმართულებით ვითარდება. ეს შეგვიძლია გადაჭრით თქვა. ხშირად ვკითხულობ ხოლმე, რომ აბა ვის აქვს საუკეთესო ჯანდაცვის სისტემა და აი წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებშიც კი კონსენსუსი ვერასოდეს ვერ შედგა თემაზე, როგორი ტიპის ჯანდაცვა არის საუკეთესო და მუდმივად აი ამ დამუშავების პროცესში არიან მუდმივად ძიების და რომ ვუყურებ ჩვენ არ ჩამოვუვარდებით ფეხდაფეხ კი არ მივიდეს და ფაქტიურად გვერდით მივუყვებით მათ. გეთანხმებით, ჯერ ერთი უნდა ვთქვათ აუცილებლად, რომ ეს ფინანსური შესაძლებლობები ეს ერთია, მაგრამ თავისთავად ფინანსური შესაძლებლობა ვერ შექმნის ვერც ერთ შემთხვევაში კარგ ჯანდაცვის სისტემას. არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამოქვეყნდა სხვათა შორის ეს საერთაშორისო შეფასების ინსტრუმენტებია და ქვეყანაში განათლება და ჯანდაცვა ჩვენი ქვეყნის მაგალითი სამაგალითოდ მიიჩნია ამ რეიტინგმა და რომელმაც თქვა რომ დანახარჯების ეფექტიანობის თვალსაზრისით არის ერთ-ერთი სანიმუშო ქვეყანა საქართველო. ეს ნიშნავს იმას, რომ სწორად იმართება მათ შორის ეს ფინანსური რესურსი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. მოგეხსენებათ, რომ მხოლოდ ინფრასტრუქტურისგან, მხოლოდ დაფინანსებისგან არ შედგება ჯანდაცვა, მთავარი აქ არის, რა თქმა უნდა, ხერხემალი ყველაფერი ამის, ეს არის მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი. ჩვენ საბედნიეროდ უნდა ვთქვათ, რომ ჯერ ერთი ყოლია, აი იგივე მე-20 საუკუნის გარიჟრაჟიდან მოყოლებული ძალიან დიდი სკოლაა საექიმო და სამედიცინო ზოგადად პროფილის, ეს მართლაც არაჩვეულებრივია ბუმბერაზე პიროვნებები, რომლებმაც შექმნეს მიმართულებები და საქვეყნოდ სახელგანთქმულები იყვნენ, მხოლოდ საქართველოს მასშტაბით არა, ამ ხალხმა რეალურად შექმნა დიდი სკოლა, დიდი ტრადიციებით, რომელიც სხვათა შორის იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ 90-იან წლებსაც კი გაუძლო და შემდეგ გააგრძელა. აი ავიღოთ მაგალითად არ ვიცი, ოფთალმოლოგია იქნება თუ ტრავმატოლოგია თუ კარდიოლოგია მაგალითად, გამორჩეული დიახ, რა თქმა უნდა, ასევე შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ მართლა არაჩვეულებრივად განვითარებულია ეს სექტორები და დარგები. აი არის დარგები, მათ შორის პლასტიკური ქირურგია შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მსოფლიოს მასშტაბით პრაქტიკულად არავის ტოლს არ დაუდებს. კარდიოქირურგიაშიც იგივე ხდება ის. დიახ, ასეა ნამდვილად. ოფთალმოლოგიაშიც ასევე. დიახ, ბატონო მიხეილ, მოდით დაუბრუნდეთ საყოველთაო ჯანდაცვას. ჩვენს მოსახლეობას ჩვენს ტელემაყურებელს, რა თქმა უნდა, აინტერესებს ის მომავალი გეგმები, რას დაფარავს, ვინ იქნებიან ის ბენეფიციარები, იგივე გარდა იმისა, რომ урგენტული პროგრამები, რა თქმა უნდა, დაფინანსება იზრდება ყოველ წელს და კერძოდ გულსიძარღვთა სისტემა, იგივე ეპილეფსია, იგივე დიაბეტი, შაქრიანი დიაბეტი, იმიტომ რომ ეს პაციენტები მუდმივად ითხოვენ ამ მედიკამენტებით მკურნალობას. რა იქნება ის ძირითადი მიმართულება და როგორი არის სტრატეგია სახელმწიფოსი, რომ უწყვეტად მიიღოს პაციენტმა, ბენეფიციარმა ეს მედიკამენტები. ერთი რაც მნიშვნელოვანია, ეს არის საჭიროებების მუდმივად კონტროლი და რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი, ამაზე მეტად მნიშვნელოვანი შეიძლება ეს გახლავთ თვითონ კონტროლებისა რა ახალი საშუალებები ჩნდება მსოფლიოში, რომელიც შეიძლება იყოს უფრო მეტად ეფექტური. აი აქედან გამომდინარე ჩვენ მუდმივად თვალყურს ამას ვადევნებთ და ბუნებრივია რომ როგორც კი ჩნდება ასეთი შესაძლებლობა, მომენტალურად ამას ჭირდება მყისიერი რეაგირება. ეს ერთი. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის ფარმაცევტულ სექტორთან მუდმივი თანამშრომლობა. ესეც უაღრესად დიდი მნიშვნელობის არის, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს მიეწოდება პაციენტს ეს მედიკამენტი სწორედ ფარმაცევტული ქსელების მეშვეობით. ამიტომ აქ თანამშრომლობაც უაღრესად დიდი მნიშვნელობას აქვს და რაც მთავარია, საზოგადოებისთვის რაც შეიძლება მეტად ამ ყველაფრის განმარტება, თუ რა ეფექტი შეიძლება კონდეს მაგალითად წამლების რეგულარულად გამოყენებას და ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია ეს თავის დასახულ მიზანს სწორედ ამგვარად მიაღწევს. იქნება ეს დიაბეტი მაგალითად, ან იქნება ეს მაგალითად იგივე ჰიპერტენზია, ან გულსიძარღვთა დაავადებები და პათოლოგიები, რომელსაც აქვს რეალურად ეს მედიკამენტი. ანუ ადამიანები, რომელსაც აწუხებთ ეს პრობლემა, მაგალითად წნევის ხშირად კონტროლი, რაც პირველადი ჯანდაცვის ფუნქციაა იმავდროულად, ასეთ შემთხვევაში მომარაგებულია მაგალითად სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, პენსიონერები მომარაგებულები არიან, უფასოდ ამ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა მათ აქვთ. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა ეფექტიანად გაუმკლავდნენ
შესაძლო გართულებების, აი ძალიან რთული დაავადებების რისკებს. ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია, რომ ეს წარმატებისთვის ძალიან დიდი და ესეთი კარგი ფუნდამენტია რეალურად, რომ წარმატებულად გაუმკლავდეს ყველა შესაძლო რისკს თითოეული მოქალაქე. ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაზე მტკივნეული ქვეყნისთვის და საერთოდ ყველა ადამიანს, როდესაც ბავშვი ხდება ავად. და მით უმეტეს, როდესაც ეს დაავადება არის ონკოლოგიური პათოლოგია. ამ კუთხით სახელმწიფოს მხრიდანაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და ბატონო მიხეილ, თქვენ მინდა რომ მოყვეთ აი რას იღებს სახელმწიფო თავის თავზე ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის. ონკოლოგიაში მართლაც ისეთი ინტერვენცია აქვს სახელმწიფოს, სადაც პრაქტიკულად ყველაფერს საკუთარ თავზე იღებს სახელმწიფო. მას შემდეგ რაც დადასტურდება დიაგნოზი, ამ შემთხვევაში ყველა საჭიროებას თავის თავზე იღებს სახელმწიფო. ბუნებრივია, რომ ყველა საჭიროებაში იგულისხმება, რომ არსებული პროტოკოლებით რაც არის გათვალისწინებული როგორც მკურნალობისთვის აუცილებელი საშუალება, ყველაფერი ეს კვლევებიდან დაწყებული, დამთავრებული მედიკამენტებით ყველაფერი ეს უზრუნველყოფილია. რაც შეეხება ბავშვებს, აი ამ შემთხვევაში მდგომარეობის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ეს თავის დროზე დაიწყო ასეთი პროგრამა უცხოეთში იგზავნებიან ბავშვები, ვის მშობლებსაც სურვილი აქვს რომ გაემგზავნონ უცხოეთში. პირველი კლასის ასე შემიძლია თქვა სამედიცინო დაწესებულებებში სამკურნალოდ და იმას უზრუნველყოფს თავის თავზე იღებს ამ ხარჯებს სახელმწიფო. ასეთ შემთხვევაში ეს გულისხმობს მაგალითად თურქეთის დაწესებულებები, ისრაელთან გვაქვს ესეთი თანამშრომლობა, ასევე გვაქვს ესპანეთის ერთ კლინიკასთან თანამშრომლობა. საინტერესო შესაძლებლობები აქვს ამ კლინიკებს და ვიდრე საქართველოში არ გაჩნდება ისეთი კლინიკური ბაზა, რომელიც რეალურად ყველასთვის მისაღები იქნება, რომელიც პრაქტიკულად აი მშობლებისთვის გამორიცხავს საჭიროებას ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამ პროგრამის გაგრძელებას ვაპირებთ და ვგეგმავთ, მაგრამ დროთა განმავლობაში ბუნებრივია, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ძირითად პრიორიტეტად, აი ნომერ პირველ პრიორიტეტად არ გქონდეს, რა თქმა უნდა, ასეთი კერის საქართველოში შექმნა და არსებობა. აქვე გითხავთ ონკოლოგია ზრდასრულებში. რა დახმარებას გაუწევს სახელმწიფო ასეთ ადამიანებს? მას შემდეგ, რაც დიაგნოსტირდება, რომ სახეზე გვაქვს ონკოლოგია, უკლებლიო ყველა სერვისი, აი რომელიც აი კიდევ ხაზგასმით აღნიშნავ, რომ თანამედროვე პროტოკოლით ან გაიდლაინით არის გათვალისწინებული როგორც აუცილებელი მკურნალობა. ყველა ასეთი მკურნალობისთვის აუცილებელი ხარჯი სახელმწიფოს მხრიდან აღებულია საკუთარ თავზე. ესე იგი დაწყევ ქირურგიული ჩარევა და ოპერაციები, აქ არის გათვალისწინებული ქიმიოთერაპიები, აქ არის გათვალისწინებული აუცილებელი კვლევები, დაწყებული სისხლის ანალიზით, დამთავრებული არც შეიძლება მაღალტექნოლოგიური კვლევებით და ასე შემდეგ. ეს გულისხმობს იმას, რა თქმა უნდა, რომ იგივე მედიკამენტოზური მკურნალობაც აქ გათვალისწინებულია. ამ შემთხვევაში რაზე გვაქვს საუბარი, რომ სახელმწიფო იძენს მაგალითად წამყვანი შვეიცარიული კომპანიებისგან მაგალითად მედიკამენტებს, რომელსაც ანალოგი არ აქვს მსოფლიოში და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან დიდი შესაძლებლობები არის გათვალისწინებული. ესეც არ დაგვავიწყდეს. ეს მოდელი შევცვალეთ კი გეთანხმებით, იყო ეს ერთი ხანობა პრობლემა და შემაწუხებელი იყო მართლაც პაციენტისთვის, მიდიოდა ჯერ ექიმთან, ითხოვდა რეცეპტს, შემდეგ მიდიოდა აფთიაქში, იღებდა იქ მედიკამენტს, მიქონდა შემდეგ ექიმთან, ასე შემდეგ. ახლა არის უზრუნველყოფილი, როგორც კი ქიმიოთერაპია უწევს, მაგალითად მედიკამენტს მიღება, პირდაპირ კლინიკაში ეს უზრუნველყოფილია. ეს მარტივად მოხერხდა და საბედნიეროდ ეს ახლა ასეა ჩამოყალიბებული. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სახელმწიფოს ბუნებრივია აქვს აი ეს პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში ამ მკურნალობის უზრუნველყოფაზე და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ეს ხარისხზე იყოს ორიენტირებული და რაც შეიძლება მაღალი ხარისხის იყოს მკურნალობა, რომელიც ამგვარი დაფინანსების პირობებში ხდება ხელმისაწვდომი. 2015 წლიდან მოქმედებს C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. ძალიან ბევრმა საერთაშორისო ექსპერტმაც კი აღნიშნა თუ რამდენად წარმატებული იყო და ეს ყველაფერი საქართველოში და ჩვენი ქვეყნის მაგალითზე და ჩვენი ქვეყნის გამოცდილება წაიღეს თავიანთ ქვეყანაში. რო გითხრათ, რა ეტაპზეა ახლა ეს პროგრამა, რა ახალი მიმართულებები არის დაგეგმილი? კი, სხვათა შორის ამას საერთაშორისო მასშტაბით აქვს გარკვეული, ესე ვთქვათ,
ინდიკატორები, რომლის მეშვეობითაც ფასდება, ითვლება პირდაპირ აი კონკრეტული რიცხვების გამოსახულებით შეიძლება დაითვალოს, რამდენად წარმატებულია ქვეყანაში ამ მიმართულებით ელიმინაციაზე მუშაობა. ელიმინაცია ნიშნავს იმას, რომ იმდენად ამცირებ რაოდენობას, რომ პრაქტიკულად ის ხიფათის მომტანი არ არის. ამ თვალსაზრისით ჩვენ ძალიან ახლოს ვართ იმ ეტაპთან, როდესაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ C-ჰეპატიტი დამარცხებულია საქართველოში. ამისთვის რეალურად ყველა წინაპირობა გვაქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ გასაგრძელებელია მუშაობა, ინტენსიურად გასაგრძელებელია, მართლაც არაჩვეულებრივად პოზიტიური მაჩვენებლები აქვს კურნალობას. ეფექტიანობის თვალსაზრისით ეს აღწევს თითქმის 100%-ს. აი ამ ეთერიდანაც უნდა აუცილებლად ყველას უნდა მოუწოდო, ყველას ვისაც აქვს პრობლემა დაკავშირებული C-ჰეპატიტთან, რაც შეიძლება სწრაფად შეეცადონ განკურნებას. ეს იკურნება და სამაგიეროდ ეს სიცოცხლის ჭუმი. იზრდება მთლიანობაში. ეს პროგრამა პაციენტებს რა თანხის დაზოგვასთან ათეულობით 1000. ეს ნიშნავს იმას, რომ რა თქმა უნდა ამისგან თავისუფალია. ისე თუ გადავავლებთ თვალს 2015-დან ამოქმედებულ აი ამ პროგრამას, რომელიც ეს სხვათა შორის აი ჯერ კიდევ თენგის ცერცვაძეს ესე ყველაზე ესე საწყის ეტაპზე ესეთი ჩანაფიქრი იყო და ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც სახელმწიფომ აიღო და განახორციელა. ეს დიდი ამბავი მოხდა საქართველოში, იმიტომ რომ ეს ნიშნავდა იმას, დღეს უფრო ცოტანი ვიქნებოდით, პირდაპირ უნდა ვთქვა. იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ამას უბრალოდ ვერ შეძლებდა და ის განწირული იყო, რა თქმა უნდა, აი თუნდაც 2015-დან 2025 წლის ჩათვლით ამ 10 წლიან პერსპექტივაში ბევრი მათგანი იყო პრაქტიკულად განწირული დაღუპვისთვის. პრაქტიკულად ამ ადამიანებს აი საკმაოდ დიდ რაოდენობას სიცოცხლე შეუნარჩუნა აი ამ პროგრამის ეფექტიანად განხორციელება. და ჰეპატიტისს ვთქვათ არანაკლებ ვერაგი ვიდრე C-ჰეპატიტი ამ შემთხვევაში ელიმინაციის პროგრამამ როგორ იმუშავა და როგორ მუშაობს? ერთია სკრინინგის კომპონენტი, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გამოუვლინდეს შესაძლებლობა, რომ აქვს, აი საჭიროება რო აქვს და შესაძლებლობა ეს გამო და მეორე რა თქმა უნდა თვითონ მკურნალობის პროცესი, რომელიც ასევე ხელმისაწვდომი გახდა, შარშან დაიგეგმა ეს ყველაფერი და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შესაძლებლობებია. ვფიქრობ, რომ მეტი კომუნიკაცია დაგჭირდება პოპულარიზაციისთვის, მათ შორის იმის ასახსნელად, აი თქვენ ბრძანეთ, რომ ესეც ძალიან ვერაგი დაავადება და მართლაც ასეა. სხვათა შორის ღვიძლი არის ის ორგანო, როგორც მარწმუნებენ ექიმები, რომ ამასთან თამაში და ესე ხუმრობა ნამდვილად არ შეიძლება, ვერ შეეხუმრები ამ ორგანოს. აქედან გამომდინარე, მე მგონი ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ამ შესაძლებლობით სარგებლობა ეს არის მათთვის შეიძლება გადარჩენის შანსი. სამედიცინო და ფარმაცევტული სექტორის მონიტორინგიც ასევე თქვენი სამინისტროს ერთ-ერთი სერიოზული ტვირთია და როგორ უმკლავდება ამას, რომ იყოს ხარისხიანი მისაწვდომი. ამ მხრივ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი უნდა გამოვყო, ერთი არის რეფერენტული ფასების პროგრამა, რომელიც არის რა? ესეთ სახელწოდებით ვიცნობთ, ამას ესენციური მედიკამენტები. ესენციური მოდის ინგლისური სიტყვიდან essential ნიშნავს აი მნიშვნელოვანს, არსებითს. ესე იგი ის რაც საყოველდღიურად მნიშვნელოვანი მედიკამენტია, ასეთ ათასობით მედიკამენტზე დადგენილია ზედა ზღვარი, რომელზე უფრო მაღალ ფასად გაყიდვა ეკრძალებათ იმპორტიორებსაც და ეკრძალებათ ქსელებსაც. სხვათა შორის ესეც უნდა ვთქვათ, რომ ამის კონტროლის მექანიზმებიც არსებობს და თუ კი ამგვარად ფასდადგენილ მედიკამენტზე ვინმე უფრო მეტს მოითხოვს, ბუნებრივია ამაზე რეაგირებისთვის მომართვაც შეუძლია ყველა ადამიანს და სახელმწიფოს აქვს საკმაოდ მკაცრი ბერკეტები იმისთვის, რომ ამის პრევენცია მოახდინოს. მეორეს მხრივ და ეს მუდმივად ახლდება. აი მაგალითად ნოემბერში შეიცვალა ამაზე, ზოგიერთ შემთხვევაში მცირედით გაიზარდა, ზოგიერთ შემთხვევაში კიდეც დაიკლო ღირებულება. ზოგმა აქტუალობა დაკარგა, იმიტომ რომ სხვა მედიკამენტით ჩანაცვლა და ასე შემდეგ. ესეც ცოცხალი პროცესია. რაც შეეხება მეორე მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც უნდა აღინიშნოს და მნიშვნელოვანი ამბავი იყო ეს 2025 წლის, ეს არის რომ საბოლოოდ შევძელით და ვთქვით, რომ საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტი უნდა იყოს აუცილებლად მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი ეგრეთ წოდებული GMP სტანდარტის მქონე. სხვა არც ერთი მოკრძალებული ხარისხის მედიკამენტი საქართველოს ბაზარზე აღარ მოხვდება. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, უნდა ვთქვათ, აი ამ დიდი რეფორმის და ძალიან რთული რეფორმის პრაქტიკულად უმტკივნეულოდ ჩატარება. ეს ნიშნავს იმას, რა თქმა უნდა, რომ უფრო დაცულია ჩვენი პაციენტი ამ რეფორმის შედეგად, ვიდრე ეს შეიძლება მაგალითად ამის ამოქმედებამდე ყოფილიყო. ქვეყანაში არის ძალიან დიდი დეფიციტი ექთნების. ამ მიმართულებით
მიმართულებით რას აკეთებს სახელმწიფო? აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ექთნების პროფესიაში არის მნიშვნელოვანი დეფიციტები. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენც სწორად შენიშნეთ, რომ იგივე ტრენინგ მოდულები, ტრენინგ ცენტრები, კოლეჯები, ბევრი მიმართულება შეიძლება იყოს, რომელიც განავითარებს, იქნება ორიენტირებული, რაც შეიძლება მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო, ასე ვთქვათ, კურსების ჩატარებაზე, შედეგზე ორიენტირებული იქნება და ამ თვალსაზრისით ჩემი განწყობა ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი განათლების მიმდინარე რეფორმაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო და რომლის ფარგლებშიც მათ შორის ძალიან სერიოზული, კარგი შესაძლებლობები შეიძლება გაჩნდეს სამედიცინო პროფესიების განვითარების მიმართულებითაც. რეალურად ეს იქნება შედეგზე ორიენტირებული განათლება. ეს მნიშვნელოვანია, ის რაც სახელმწიფო პასუხისმგებლობას აიღებს პრაქტიკულად იმ პროფესიონალების მომზადებისთვის, რომელიც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის. ყველა პროგრამა, აი ნახეთ, გაზრდილი მოცულობები და შესაძლებლობები ეხება, რა თქმა უნდა, მათ შორის აი ეგრეთ წოდებულ ვერტიკალურ პროგრამებს, სხვადასხვა მიმართულებებს, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმის პარალელურად, რაც არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. ეს არის მაგალითად, არ ვიცი, დიალიზის მიმართულება, რომელიც უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა. აქ არის გეოგრაფიული ხელმისაწვდომიდან დაწყებული ხარისხის უზრუნველყოფით დამთავრებული. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სხვათა შორის უნდა ვთქვათ, რომ აი ეს ნეფროლოგია და ეს მიმართულება საქართველოში აი ბოლო წლებში არნახულად წინ წავიდა. არაჩვეულებრივი რაღაცები ხდება, მათ შორის მაგალითად არის ტრანსპლანტაციის არაჩვეულებრივი მაგალითები, რომელიც მართლაც სამაგალითოა, ძალიან შთამბეჭდავი შედეგებით. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ მაგალითად იგივე ნარკომანიაზე გვექნება აუცილებლად საინტერესო ინიციატივები, ამაზე გვისაუბრია არაერთხელ, ეს მზადების პროცესია და ნელ-ნელა აუცილებლად უნდა გადავიდეთ და დავნერგოთ მაქსიმალურად ისეთი ინსტრუმენტები, რომელიც მაგალითად ხანგრძლივი რემისიის უზრუნველყოფას მოახდენს. ძალიან ბევრ ოჯახში შეეხო ეს ტრაგედია. მე ტრაგედიას უწოდებ ამას. გეთანხმებით, მაგრამ რა არის, მე რასთანაც არ შემიძლია შერიგება, ეს არის ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ხელი უნდა დაუშვას, ფარხმალი უნდა დავყაროთ ნარკომანიასთან ბრძოლის, ასე ვთქვათ. ასე რომ ჩემთვის მაგალითად აი ეს ცნობილი ზიანის შემცირების მიზანი და დიადი ამოცანა, რომელიც მართლაც დიადია, გულისხმობს, რა თქმა უნდა, იმას უპირველესად, რომ რაც შეიძლება მეტად შევამციროთ, აი ასეთი დამოკიდებულების შედეგად გაჩენილი ზიანი. ეს ნიშნავს მათ შორის იმას, რომ დამოკიდებულების სინდრომი რაც შეიძლება შემცირდეს, რაც შეიძლება დაპატარავდეს. ბატონო მიხეილ, ისევ ნარკომანიის საკითხს შევეხები, რატომ გახდა აუცილებელი, რომ ეს ყველაფერი აეღო თავის თავზე სახელმწიფოს, იმიტომ რომ ეს საკითხი ძალიან სერიოზული განხილვის საკითხი იყო, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ძალიან მწვავე შეფასებებიც მოყვა ამას, მაგრამ რატომ გადაწყვიტა სახელმწიფომ, რომ აეღო ეს როდესაც ეს რეფორმა დაიწყო, მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ისეთი აი სწორუპოვარი და სწორი რეფორმაა, რომელიც დაიგეგმა და განხორციელდა. მადლობა უნდა გადაუხადო აუცილებლად ამ ინიციატივისთვის პრემიერ-მინისტრს, რა თქმა უნდა, და ეს დიდი მხარდაჭერისთვის და ასე შემდეგ. რატომ? აი კონკრეტულმა მაგალითებმა ცხადყო, რომ ეს იყო სწორად დაგეგმილი რეფორმა და გეტყვით ახლავე რატო. აი კონკრეტული ხა მართლაც სახელებს და გვარებს ხوار ვიტყვი, მაგრამ იყო ასეთი სინდრომე, მასიური იყო ეს. როდესაც კერძო ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრებიდან გადმოდიოდა სახელმწიფოს მომართავდა პაციენტი, რომელსაც გამოწერილი ჰქონდა ყოველდღიურად მოხმარებისთვის გარკვეული დოზა და აღმოჩნდა, რომ შეშინებული იყო, რომ ამ დოზას მე ვერ მოვიხმარ. მე ეს მომკლავს ასეთი დოზა, ის თანახმა იყო სამჯერ შემცირებულ დოზაზე. ასეთი შემთხვევები რო არსებობდა. მე არ მინდა ესე ზედმეტად დავზაფრო საზოგადოება, მაგრამ ეს არსებობდა. დღეს ეს აღკვეთილი და გამორიცხულია. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს რეფორმა სწორად დაიგეგმა, ეს რეფორმა სწორად განხორციელდა, ამ რეფორმამ გაამართლა. აი ზუსტად იგივე დამოკიდებულებით, რა თქმა უნდა, შევეცდებით, რომ ბევრი სრულიად მანკიერი მითი დავამსხვრიოთ, რომლის შედეგადაც თითქოს ეს უნდა ყოფილიყო მუდმივად აი ესეთ სტაგნაციურ რეჟიმში მყოფი რაღაცა სივრცეს, ნარკოდამოკიდებულება და იგივე თუნდაც ადიქციასთან ბრძოლა საზოგადოებრივ. მე ვფიქრობ, რომ აქ ბევრი წარმატება კიდევ წინ გვაქვს. ბატონო მიხეილ, შეხედეთ, ეს თქვენთვის დასასმელი კითხვებია, მაგრამ მინისტრებისთვისაც კი იწურება გადაცემის დრო და იმედს ვიტოვებთ, რომ კიდევ გვესტუმრებით. ბატონო მიხეილ, მოგეცით პირობა, რომ აუცილებლად
წლის განმავლობაში თქვენ გამონახავთ დროს და უკვე შედეგებით ამ პროგრამების შედეგებით გვესტუმრებით გადაცემაში. აი ბუნებრივია რომ ამაზე პირიქით მოხარული ვიქნები და მადლიერი ვიქნები თუ კიდევ მექნება შესაძლებლობა თქვენს ამ არაჩვეულებრივ გადაცემაში მონაწილეობისა ამ კითხვებზე სასაუბროთ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ რა საქმესაც აკეთებთ რეალურად ქართული ჯანდაცვის სისტემის ფორმირებაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია აი ამ თემებზე ასე ღიად და სრულფასოვნად საუბარი ასე რომ ჩემგან დიდი კომპლიმენტები და იმავდროულად საუკეთესო სურვილებიც ლევანდელს მადლობა თქვენ მადლობა ახლა კი იმუნიტეტ